მსოფლიო პოლიციელის როლი. მანაც ხო იგივე ასე თქვათ ოპერაციები გააკეთა, მაგრამ ამ ოპერაციებს იყო ეს იუგოსლავიაში ოპერაცია, იყო ეს ავღანეთში ოპერაცია, ხო? ამ ოპერაციებს ქონდა ბევრად უფრო კონსტრუქციული პოლიტიკური სარჩული შეფუთვა, რომელშიც ჩართული იყო გაერო, რომელშიც რეზოლუციები, რომელშიც ჩართული იყო მთელი საერთაშორისო სისტემები, ანუ მოხსენებები, ანუ ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ. ხო, იქ ანტირეკორდები დამყარდა იქ იუგოსლავიაში, ხალის გაუპატიურების სტატისტიკის და უდანაშაულო ადამიანების მკვლელობის, ხო? და ამ ფაქტების შემდეგ შეიქმნა ერთგვარი საერთაშორისო ლეგიტიმაცია, რომ ეს ოპერაცია ყოფილიყო უკვე საერთაშორისო პოლიციელის რანგში და აი ნაკლები ინტერპრეტაციის შანსი დატოვა, მაგრამ აი ეს დატოვა, ხო იცით ახლა, ვინც არის ანტიამერიკანისტი, მისთვის ეს მაინც ისევ ასე თქვა, უბრალოდ ძალადობის აქტი იყო, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ამ ოპერაციის შემდეგ ჩვენ არა გვაქვს ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებში მარიონეტული სახელმწიფო. იგივე ავღანეთის შემთხვევა. აი ერაყი იყო უკვე ცოტა განსხვავებული მეორე ერაყის კამპანია. თუნდაც ერაყის შემთხვევაშიც ეხლა სუჩადა, ეხლა ერაყი პროირანული ხელისუფლება იყო და იქაც არანაირი რაღაცა ანტიამერიკული რაღაცა მოძრაობები მათ არ გაუკეთებიათ ისეთი, როგორც ჩვენ გქონდა 1812 წელს მაგალითად და რაღაც ამდაგარ ჟანრში, ხო? აი სისტემა თვითონ აი მონაწილეობის და ზემოქმედების მაინც არსებითაც ხვეოდა. ეხლა თვისება არის ხო? კი. თვისებაა ხო? ანუ არავითარი ჯერ საერთაშორისო საზოგადოების დარწმუნება, რომ მადუროს რეჟიმს მოდი მოვკიდოთ და პირდაპირ გადმოათრიოთ აქეთკენ და გავასამართლოთ. აი პირდაპირ ოპერაციას, პირდაპირ ფაქტის წინაშე დაყენება. აი ეს რა სხვაობა, ეს რაღაცა სუბიექტური ფაქტორია, თუ რაღაცა აი ძალიან ძველი, მოდი ასე რომ ვთქვათ, ამერიკული კონსერვატორობის ერთგვარი რაღაცა პოლიტიკური ნარატივი, რომელიც ძალიან აი ესეთი სპეციფიური ცოდნა უნდა იმ ამერიკულ რედნეკობას, მოდი არ მოვერიდები ამ სიტყვას, რომელშიც აი ეს ნიუანსები შეიძლება ჩვენთვის უცნობია, მაგრამ იქ აი ეს რაღაცა სისხლით უხდა მოკლედ და ბოლო-ბოლო აი ამ ტრამპში განსხეულდა.